კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღის ამბებით პირდაპირ ეთერში განვაგრძოთ პროგრამას. 3 გარდაცვლილი, 6 დაშავებული და 14 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულია. სოფელ მარანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა. სლად ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოსა და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სოფელ მარანთან ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა. როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. ავადმყოფის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი უფრო მძიმეა დანარჩენებთან შედარებით. მათ ყველაფერი უკეთდებათ. ჩემი მიზანი იყო მენახა თვითონ ავადმყოფების მდგომარეობა და თუ საჭირო იყო მათი გადაყვანა გვეზურნა გადაყვანაზე, თუ საჭირო იყო ვინმე დამატებით კონსულტანტი მოგვეწვია და ჩამოგვეყვანა, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ეს საჭიროება აღარ არსებობს. უტარდებათ მკურნალობა და იმედია მათი მდგომარეობა უახლოეს დღეებში უფრო გაუმჯობესდება. ორი ავადმყოფის მდგომარეობა ერთის შედარებით ამაყალბებელია, მეორე ავადმყოფის საშუალო სიმძიმე შეიძლება ჩაითვალოს, ერთი ქალბატონის მდგომარეობა ამჟამად შეიძლება კრიტიკული, აღინიშნებოდა პოლიტრამვა, ქალას ტრამვა, მუცლის ტრამვა, მენჯის ცილების რაგობითი მოტეხილება, ელენთის, პანკრეასის, შალის ბუშტის დაზიანება. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია ამ ავადმყოფს, ამჟამად ეს ავადმყოფი გადის რეანიმაციის კურსს. მდგომარეობა რჩება კრიტიკული. ზუგდიდიდან მოვდიოდით, შეძენა იყო დიშვილს შეეძინა. ბავშვის სუფრა იყო. ერთი მარშრუტკან სანათესაო მოვდიოდით, გადმოვედით იქიდან, აბსოლუტურად წინ ვიჯექი, ხო რკინიგზის იმას აქვს, განათება, აბსოლუტურად არაფერი არ დაგვინახია, გადავედით რკინიგზა და აი ბოლოში კუთხში დაეჯახა მატარებელი. უბედური შემთხვევა 2 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მოხდა. მიკროავტობუსისა და ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა მატარებელი სავარაუდოდ ვერ შეამჩნია. თვითმხილველთა თქმით, გადასასვლელზე არ არის დამონტაჟებული შლაგბაუმი, რომელიც სარისკოს ხდის ნებისმიერი ავტომობილის მოძრაობას. სტუმრად იყვნენ შემეზობლად. ბავშვი შეეძინა და ცოლეულობა იყო ზუგდიდიდან მოსული. დიდხანს არ ყოფილარია, მე ზუსტად ვიცი 2 საათის არ იყო. და წევიდნენ. ხო და შლაგბაუმი არა მარანში. და რომ გადასულა აგი მატარებელი. ამედია რაფერი არ ვიცი. სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა? ხო, სამგზავრო მიკროავტობუსი. ავარიის შედეგად დაშავებული 2 პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 ზუგდიდში, 2 აბაშაში, 2 კი სამტრედიაში მკურნალობს. მძიმეა 14 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციაში მართვითის სუნთქვის აპარატზე იმყოფება. კანონები, რომლებიც 2015 წლიდან ამოქმედდება 20 თეთრით გაძვირებული სიგარეტი და ავტომობილების სავალდებულო ტექ დათვალიერება კიდევ რა კანონები შედის ძალაში, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 1 იანვრიდან ყველა ტიპის სიგარეტი 20 თეთრით გაძვირდა. ფასის მომატება აქციზის ზრდასთანაა დაკავშირებული, რასაც მტკივნეულად განიცდიან მწვეველები. მათი თქმით, ფასის მატება სიგარეტზე თავის დანებების მიზეზი ვერ იქნება. სიგარეტი თითქმის 0.20 თეთრით გაძვირდა. მოხალხეობა თითქმის მოიკლება, რა თქმა უნდა. ის უხარია, როცა საერთოდ საქონელი ძვირდება, ყოველთვის მოხალხებელი ნაკლებია. 2 სიგარეტი მინდა დღეში და დაემატა 40 თეთრი. აი, კარგად. მოგცემთ თუ არა სტიმულს, რომ დაანებოთ თავის სიგარეტის მოწევას ეს გაძვირება? ვერ ვაკეთებ. მწეველი ვარ და უნდა მომწიო, ხო და თავისთავად უნდა ვიყიდო. ხო და მონებებ თავს. და მოგცემთ თუ არა სტიმულს იმისას, რომ დაანებოთ თავისთავად ეს გაძვირება? და დავანება ხა, მაგრამ ვერ შევძლებ. ედვასა და მონებებ თავს. 2015 წლის 1 მარტიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. ტექ დათვალიერება მძღოლებს თვეში 50 ლარი დაუჯდებათ. სერვისის ამოქმედება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაა. ტექ დათვალიერება მძღოლებს მათზე დაკისრებულ ზედმეტ გადასახადად მიაჩნიათ.
არ არის სავალდებულოს საერთოდ. ფეხასმოტრები. მაგ თანხაზეა დამოკიდებული, თანხა ხალხს არ აქვს. ნახევარ ტაქსიშოფრები დაშიმშილებულია. ნახევარზე მეტი, 70%. და ფეხასმოტრის ფული გარს საჭმელის ფული არ აქვს ხალხს. 20 საათი გავარ რა. საჭმელის ფული ვერ მაქვს სახში. წესდაცვალება. ჩემზე უკეთესად ახლა ამ მანქანას რა უჭეს ვინიც. თუ მაქვს საშუალება პირველ რიგში მანქანას ვაკეთებ. ასევე ჯეჯურობით არც გზა ვარგა, არც რამე რომ წესდაცვალება სახელმწიფომ შემოიღოს და დაგმეგროს ამიცი რა. არ არის სავალდებულო და ნებაყოფლობითია, ასე გავიგემე და თუ კი ნებაყოფლობითი იქნება ამ შემთხვევაში როგორ იქნება? როგორ იქნება და ვიგნები თუ ძალიან არ მოითხოვოს მივლით ისე, აბა რა ვქნათ, სადა მაგის საშუალება ახლა. და თუ სავალდებულო გახდა ამ შემთხვევაში? დავყიდი მანქანაზე და ვждები სახში, რა ვქნა, შვილო, სადა მაგის საშუალება. ჯარიმა იზრდება გარემოს დაბინძურებაზეც. კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით პირს რომელსაც გარემოს დაბინძურება დაუმტკიცდება, ჯარიმად 5000 ლარი დაეკისრება. განსაზღვრული თანხით უკმაყოფილოა მოსახლეობა. 5000 ლარი ნამეტანი ბევრია, ბევრია ძალიან. 5000 ლარი აფერ უნდა გადაიხადოს კაც. თავშეულ ცხოვრებაში 5000 ლარი მართებული არის თუ რა გარემოს დაბინძურება და ეს თანხა ერთმანეთის შესაბამისობაში როგორ შეიძლება? არა, არ არის მართებული. და რა მე მისაღები, რა თქმა უნდა. ვიდრე რომ გარემოს დაბინძურება გარა ხალხს კლავენ და იმას არ აჯარიმებენ ამდენი ფულით და გარემოს დაბინძურების და ამდენი ჯარიმა ნამდვილად არაა მისაღები. 2015 წლიდან ფარული მოსმენა მიყურადებაზე ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემა ამოქმედდება. სატელეფონო საუბრის, ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობა პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა. ზემოთ აღნიშნული ყველა ცვლილება კანონში 2015 წლის 1 იანვრიდან შევიდა. საქართველოს მოქალაქეების სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის იუბილეს დღეიდან ულოცავენ. ხვალ 4 იანვარს ილია მეორის დაბადებიდან 82 წელი შეუსრულდება. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ერისკაცობაში ირაკლის ჭიორაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. განაგრძო 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ მელქისედეკ მესამის ლოცვა კურთხევით თბილისში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღიკვეცა და მას სახელად ილია უწოდეს. 1963 წლის მაშინდელმა კათოლიკოს პატრიარქმა ეფრემ მეორემ ბათუმ შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა. 1977 წლის ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაყო. 1977 წლის 25 დეკემბერს მართლმადიდებელი სინოდის გადაწყვეტილებით სვეტიცხოველში კათოლიკოს პატრიარქად აკურთხეს. ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში საქართველოში გაიზარდა საეკლესიო პირთა რიცხვი, აშენდა არაერთი ეკლესია მონასტრები, მათ შორის სამების ტაძარს. ულოცავ ჩვენ პატრიარქს, ჩვენს სულიერ მამას დაბადების დღეს და მიმაჩნია რომ დღეს საქართველოს მისი სახით ყავს დიდი მფარველი, ანგელოზი და მინდა რომ ქართველ ხალხს გადმოედოს ის მადლი, რასაც ის საერთოდ ქართველი ხალხისთვის და მთლიანად ადამიანებისთვის აკეთებს. პატრიარქი არის ერთადერთი პიროვნება საქართველოში, რომელსაც შეუძლია ყველანაირად, ყოველ მხრივ გადაარჩინოს ქვეყანა. უშველოს მისი კალთა გადააფაროს და აი მისი მადლი შეეწიოს სრულად საქართველოს. ვილოცავ მთელი სული და გული დღეგრძელობას, პირველ რიგში ჯანმრთელობას უსურვებ. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს მისი თავი, საქართველოს ნუ მოუშალოს მისი თავი. და მივიღოთ ჩვენ პატრიარქს დაბადების დღე. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მართლმადიდებელ სამყაროში მთლიანად და ის დიდი წესი, რაც ქართველი კაცისთვის არის ყოველთვის მისაღები, რასაც ბიბლიისადმი, ჩვენი რწმენისადმი ერთგულება ქვია, ეს არის პატრიარქის უდიდესი დამსახურება. მე ძალიან მიხარია რომ ვაპარაკობ იმენაზე და ვარ იმერის შვილი, რომელსაც პატრიარქად ყავს უწმინდესი და უნეტარესი. ულოცავთ პატრიარქს დაბადების დღეს არა მარტო მე, არამედ მთელი საქართველო, მთელი მართლმადიდებელი სამყარო უსურვებთ მას ჯანმრთელობას. პატრიარქმა როგორმე დიდხანს უნდა იცოცხლოს, ღმერთმა მშვიდობა, ბედნიერება, სიხარული მიცეს და დღეგრძელობა პატრიარქს. მთელი სულით და გულით მიულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ ყველაფერს კარგს და ძალიან საჭიროა პატრიარქი ჩვენთვის, იმიტომ რომ გვარველობს და მისი სიტყვა
უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე მთავრობის. ღმერთმა ჯანმრთელობა მიწყეს, დიდხანს იცოცხლე და ყველაფერი სიკეთე და კარგი. რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ეგრეთ წოდებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა ინფორმაციას აფხაზური მედია დე-ფაქტო ვიცე-პრემიერ შამილ აძიმბაძე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეჟიმის მიხედვით ტვირთებზე საბაჟო გადასახადები გაუქმდება. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას რუსეთის პირველ პირსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს სოჩში გაფორმებული მოკავშირეობის ეგრეთ წოდებული შეთანხმება ითვალისწინებს. ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის რესპუბლიკასთან იგივე გეგმა სამწუხაროდ ხორციელდება ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ეს არის გეგმები, რომელსაც რეალური მომავალი არ გააჩნია. რეალური მომავალი აქვს იმას, რასაც ქვია ერთიანი საქართველო, როგორც ოსობას, ისევე აფხაზობას მომავალი პერსპექტივა აქვს საქართველოში. მათი ინტერესები დაცული იქნება მომავალ საქართველოში იმ სტანდარტებით, რომელიც არის თანამედროვე ყველაზე პროგრესული ევროპული სტანდარტები. აფხაზეთი ნელ-ნელა ხდება რუსეთის ნაწილი. თუ ჯერ ის ფორმალურად არ არის გამოცხადებული რუსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულად, ძალიან მალე იქნება ეს გეგმაში აქვთ ალბათ რუსულ მხარეს რომ ის გამოაცხადონ. ახლა ასევე ცოტა გაუგებარი იქნებოდა ხა აფხაზურ ბიუჯეტზე საუბარი, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული იმ თანხებზე, რასაც ისინი მიიღებენ რუსეთიდან. რუსეთი აკონტროლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მთავარ სტრატეგიულ ეკონომიკურ დანიშნულების სტრატეგიულ ობიექტებს და ბუნებრივია ეს ყველაფერი საერთოდ ჯამში შეიძლება განვიხილოთ ისე რომ ესე იგი ეკონომიკური პოლიტიკური სამართლებრივი თვალსაზრისით დღეს თქვათ აფხაზეთი არის არ მხოლოდ ოკუპირებული, არამედ ანექსირებული რუსეთის მხრიდან. და პროგრამას უცხოეთის დღის ამბებით ვაგრძელებთ. იტალიის სანაპიროსთან კიდევ ერთი ხომალდი კატასტროფას გადაურჩა ქვეყნის სანაპირო დაცვამ. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი გადაარჩინა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ეკიპაჟმა მიატოვა. ბორტზე 400-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, უმეტესობა მათგანი სირიელია. ხომალდი იტალიაში სავარაუდოდ თურქეთიდან ან კვიპროსიდან მიემგზავრებოდეს. ბოლო 3 დღის განმავლობაში იტალიის სანაპიროსთან ეკიპაჟის მიერ გემის მეორე შემთხვევა. ინდონეზიის სანაპიროსთან სამაშველო სამძებრო ოპერაცია განახლდა. მაშველებმა ზღვაში თვითმფრინავის კიდევ 2 ფრაგმენტი აღმოაჩინეს. სამაშველო ჯგუფის ცნობით, ფრაგმენტები 30 მეტრის სიღრმეზეა. ნაპოვნი ფრაგმენტების ზომების გამო მათი წყლიდან ამოტანა ვერ ხერხდება, რის გამოც სპეციალისტებს მათი ადგილზე შესწავლა სპეციალური მოწყობილობებით უწევთ. ამ დრომდე არ არის ნაპოვნი იარბასის შავი ყუთები, რაც გამოძიებას ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენაში დაეხმარებოდა. მალაიზიური კომპანიის კუთვნილი ლაინერი, რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურში მიფრინავდა 28 დეკემბერს ჩამოვარდა. ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 30 გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი. ათასობით ადამიანი გამოვიდა უნგრეთის ქუჩებში. მათ პრემიერ ვიქტორ ორბანის პოლიტიკა გააპროტესტეს. მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აქციები უფრო და უფრო ხშირად იმართება. ერთ-ერთი ბოლო დემონსტრაცია ინტერნეტის გადასახადის გაძვირების წინააღმდეგ გაიმართა. მიუხედავად პროტესტისა, ვიქტორ ორბანის პარტია რეიტინგის მიხედვით ლიდერად მაინც რჩება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა Sony Pictures-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის საპასუხოდ. BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 3 ჩრდილოეთ კორეული ორგანიზაციისა და 10 პირის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. სანქციები შეეხო ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სამსახურსა და იარაღის ექსპორტიორ ორგანიზაციასაც. თეთრი სახლის განცხადებით, ეს არის პასუხი ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ დესტაბილიზაციის გამომწვევ და რეპრესიულ ქმედებებზე. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვედრილ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შეუჩერდათ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ სისტემასთან წვდომა. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს კი აიკრძალათ მათთან საქმიანი ურთიერთობები. ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს სანქციები დაწესებული ბირთვული პროგრამის საპასუხოდ. კომპანია Sony Pictures-ზე კინოგააქირავებაში სტუდიის ახალი ფილმის ინტერვიუს გამოსვლამდე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა
განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების განცხადებით ამის უკან სწორედ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დგას. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ორი ამერიკელი ჟურნალისტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ინტერვიუს ჩაწერას ზრდილობენ, როდესაც ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეითხოვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმას შესთავაზებენ. შეტევის შედეგად Sony სტუდიასა და Sony Pictures-ის მონაცემთა ბაზებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ჰაკერებმა კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების, მათ შორის კონტრაქტორი, მსახიობების კონფიდენციალური ინფორმაცია, ანაზღაურება და მათი სოციალური უსაფრთხოების ნორმები გაასაჯაროვეს. და პროგრამას ისევ ადგილობრივი ინფორმაციებით ვაგრძელებთ. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ყინულის მოედანზე საახალწლო ზღაპარი დაიდგა, რომელშიც მონაწილეობა 5-დან 15 წლის ჩათვლით მოსწავლეებმა მიიღეს. სპექტაკლის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს საჩუქრები გადაეცათ. თემატიკა არის ისე კვლავ და კვლავ ზღაპარი ბავშვებისთვის და დიდებიც შეგიძლიათ მოხვიდეთ ის სიამოვნოთ. ძალიან საინტერესო და სანახაობაც საკმაოდ სერიოზული და ეფექტური. ეს ყველაფერი არის ჩვენი სკოლის აღსაზრდელები, ბავშვები სუყოლანი, რომლებიც მესამე წელია მოღვაწეობენ ჩვენთან ერთად და ნელა მივიდივართ. მე ძალიან მომეწონა ეს სანახაობა და ყველა დიდ მადლობას ვუხდი, რომ ესეთი კარგი სანახაობა შეგისრულეს. 7 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს, მათ შორის წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ამასთან შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დრო გამოშვებით კი 17-22 მეტრი წამში. 4 იანვრის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, კერძოდ 5-6 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. რაიონებში თოვლის სახით მთაში და მაღალმთაში, რა თქმა უნდა, ქარის გაძლიერებას დასავლეთის 17-22 მეტრამდე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აიწევს 3-8 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგიერთ რაიონებში ნალექს თოვლის სახით. აღმოსავლეთშიც გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში. თბილისშიც ველოდებით მცირე წვიმას, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 7 გრადუსი. და პროგრამის ბოლოს ვნახოთ ხვანდელი დღის ამინდის პროგნოზი. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.